ჯებირების საქმე იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც ამ პოლიტიკური მოტივაციით, ამ შინაარსის პოლიტიკური მოტივაციით დაიწყო. ეს იყო ორი ახალგაზრდა, რომლებიც დააკავეს, ისე ვთქვათ, აქციაზეში მონაწილეობის მიღების გამო და ედაებოდნენ 400 ლარიანი ზიანის მიყენებას და ამის გამო მათ საკმაოდ, ვთქვათ, მძიმე სასჯელი ელოდებოდათ. მათ შორის გადადების თვალსაზრისით ახლა არის თქვენთვის საინტერესო ეს მმართველობა, მაშინ პროცესები ხელოვნურად ბუნებრივია, ჭიანურდებოდა სწორედ იმ მიზეზით, რომ არ ქონოდა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციას პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენ პროცესზე გავაჟღერეთ კიდეც ის ფაქტი, რომ სასამართლოები იდებოდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ პრეზიდენტს არ ქონოდა ამ ადამიანების შეწყალების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ან რაიმე წინასწარი ცოდნა არსებობდა ან განზრახვა არსებობდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა პროკურატურამ თავი დაიზღვია, სასამართლომ თავი დაიზღვია და ამიტომ მოხდა გადაცდენა, ისინი დაელოდნენ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ფორმალურად არჩევას პარლამენტში და სწორედ ამის შემდეგ გაგრძელდა ეს პროცესები.